მაინც ის არის, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვა უნდა ხდებოდეს თვითონ მომხმარებლების გამოხმაურების ფაქტზე. მაგრამ რატომაც ასეთი შემთხვევები ძალიან ნაკლებია. მომხმარებელი ჩვენამდე არ მოდის. შეიძლება ის გამოხატავდეს ადგილზე უკმაყოფილებას, მაგრამ ჩვენ ამის შესახებ ვერ გავიგებთ. თუმცა დიდი რეგიონია. აი მე თქვენი ტელევიზიის საშუალებით ვთხოვ ყველა მომხმარებელს ყველა კონკრეტულ ფაქტზე, სადაც იქნება მომხმარებელთა უფლებების შელახვა, მომხმარებელთა უფლებების დარღვევა, გამოგვეხმარება არღია კანონმდებლობა, თანამდებობის ფირმა არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ის ქალაქის გამგებელი იქნება თუ ქალაქის მერი იქნება თუ რაიონის გამგებელი. ჩვენ გვაქვს უფლება დააყენოს ანტიმონოპოლური კანონმდებლობის დარღვევით თანამდებობის პირის ადმინისტრაციული ან სისხლის მიმართულებული პასუხისმგებლობა. ჩვენ ყველას ვთხოვთ ვიწერეთ წერილები ძირითადად წამყვანი საბუთმო ვაჭრობის მაღაზიები, რომლებიც არიან, ყველა შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე არ დაუშვას საქონლის გაყიდვა. და ზუსტად აი ამ საქმეზე ვმუშაობთ ახლა. ჩვენ ვთვლით საჭიროდ, რომ თუ ყველა საქონელს ექნება შესაბამისობის სერტიფიკატი, ეს მინიმუმამდე დაიყვანს ალბათ ფალსიფიცირებული პროდუქციის სავაჭრო ქსელში მოხვედრის საშიშროებას.